გვერდი კრივის სამყარო შექმნილია კრივის პოპულარიზაციისთვის. ჩვენს გვერდზე თქვენ გელით არაერთი საინტერესო მასალა, სიახლეები, ჰაილაითები, ინტერვიუები, კრივის ბრძოლების ანალიზი, ფოტო და ვიდეო კონტენტი სხვადასხვა ტურნირებისათვის მზადების პროცესიდან. გვერდის მიზანია უფრო ახლოს გაგაცნოთ ქართველი მოკრივეები და უჭიროთ მათ მხარი როგორც შიდა ასპარესზე, ასევე საერთაშორისო არენაზე. პირველმა გავიგოთ მსოფლიო კრივის სიახლეები და მიმდინარე ტენდენციები. გავიხსენოთ ქართული და მსოფლიო კრივის ლეგენდები. მოგესალმებით, ძვირფასო კრივის კომაგებო, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ და ახალ პლატფორმაზე სახელად კრივის სამყარო წარმოგიდგენთ საკრივო გადაცემას. ვეცდებით ჩვენს ახალ Facebook-ის გვერდზე ყოველკვირეულად შემოგთავაზოთ სხვადასხვა საინტერესო მასალები ქართული კრივის შესახებ, მსოფლიო კრივის შესახებ, გვყავდეს საინტერესო სტუმრები ქართული კრივიდან და მთლიანად კრივს გაუწიოთ პოპულარიზება. პირველი სტუმარი ჩვენს გადაცემაში არის ძალზე საინტერესო პიროვნება, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელი, როგორც საქართველოში, ასევე განსაკუთრებით საზღვარგარეთ, ბატონი ზაურ ანთია. ბატონი ზაური იმყოფება საქართველოში ამჯერად და ჩვენც დრო ვიხელთეთ და მასთან შემოგთავაზებთ საინტერესო ინტერვიუს, მით უმეტეს რომ ძალიან ბევრი წარმატებები აქვს მიღწეული. ბატონ ზაურს არის ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა არაერთი ჯილდო, მოუტანა არაერთი ოლიმპიური медали, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატების медали და დამსახურებულად ითვლება ირლანდიის კრივის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად. ბატონო ზაურ, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით და მაყურებელს, ყველა ჩემს მეგობრებს, ნაცისაებს, ყველას მთელ საქართველოს მოგესალმებით. და რამინდა რომ თქვა, მომიწია საქართველოს ჩამოსვლა, ისიც ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი ხანია ყოფილვარ. შესვენება გაქვთ მზადების პროცესში. ერთკვირიანი დასვენება გვაქვს და გამოვიყენე ეს დრო და ჩამოვედი რომ ნახულებია ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი. ძალიან საინტერესოა მოკლედ თქვენთვის საქართველოში რო ჩამოდიხართ ხოლმე არის კრივის კომაგებისგან ყოველთვის დიდი ინტერესი და მოდი დავიწყებ კითხვებით და სულ ბევრი რამე გვაინტერესებს თქვენ შესახებ, თქვენი მოღვაწეობის შესახებ და მოდი სულ თავიდან დავიწყოთ, სულ თავიდან როდის და რატომ დაინტერესდით კრივით, როგორ მოხვდით კრივზე, სად იზრდებოდით და როგორ წამოვიდა და შემოვიდა თქვენში ეს კრივის სიყვარული. მე წარმოშობით ფოთინავე ვარ, ფოთში ვარ დაბადებული, გაზრდილი და 10 წელს სახში ალბათ ასე დავიწყე კრივში სიარული და ჩემი მწვრთნელი იყო ძალიან გამოჩენილი მწვრთნელი დარიულაშვილი. რომელმაც არა მარტო კრივი შემასწავლა, არამედ ყველაფერი კარგი თუ რამეა ცხოვრებისეული სოციალური პროცესია ცნილობა კი იცით და არა მარტო იქ პროფესიის სწავლა მიდიოდა, იქ მიდიოდა ურთიერთობა, ეს ეთიკური ყველაფერი, კულტურა, წესი, საქსიელი ყველაფერი და აბსოლუტურად დიდი წვლილი მიუძღვის დარიულაშვილს ჩემს ყველა კარგ ჩამოყალიბებაში, ასე რომ ვთქვათ. შემდეგ ვარჯიშების პერიოდში მქონდა გარკვეული წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე ავთი რამოდენიმეჯერ. შემდეგ აი ამ შეჯიბრებებზე წასვლამ, ხალხთან ურთიერთობამ, ხალხის გაცნობამ, სხვადასხვა ქვეყნებში სიარულმა კიდევ ეს დიაპაზონი ადამიანის აზროვნების შეცვალა. მე სპორტსმენობა კიდევ ერთი მხრივ ცოტა ისეთი საქმეა, სამართლიანობა, შრომის უნარი, 1000 ნიუანსები შედის, რომელიც აყალიბებს ადამიანში კულტურას და ზნეჩვეულებებს. მე ამიტომ დიდი მადლობელი ვარ ჩემი სპორტის კრივის და თქო უნდა ჩემი მწვრთნელის როგორც ვთქვი და ამ ყველაფრის გარშემო კიდევ აი ამ პროცესის რაც ადამიანს აყალიბებს და უყალიბებს ხასიათს და იზრდება მასში. ასე ვთქვია, გამოცდილება კიდევ ესაა სპორტსმენობა არის მარტო იმ სპორტული ის კი არა, ეს კუნთების ის პიროვნებაზე მოქმედებს და პიროვნება ყალიბდები პირველ რიგში სხვანაირი. რა თქმა უნდა, თუნდაც ის კუნთების ქნება და ყველაფერი ფიზიოლოგიასთან დაკავშირებულია. მარტო ფიზიოლოგია არა, აქ ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, აქ 1000 ნიუანსი არის და მენტალობა იცვლება. მენტალობა და განათლება იცვლება ადამიანი, ახლა სპორტსმენი ადამიანი ფიზიოლოგიც არის, ფსიქოლოგიც არის. ნახევრად ექიმიც არის და ასე შემდეგ და თუ კი სწავლობ მას ძირფესვიანად მაშინ ეს ყველა ნიუანსები უნდა იცოდე კარგად რომ იყო დატვირთვას კარგად მიუდია და სწორად წარმართო შენი მომავალი მომზადება.
ბატონო ზაურ, გადავინაცვლოთ თქვენ შემდეგ პერიოდში, ასე ვთქვათ, როგორც გამოხვედით სამწვრთნელო ასპარეზზე და მე ჩვენ წეღანაც ვაუბრობდით ამის შესახებ, რომ აი თქვენ მშობლიურ ფოთში, საიდანაც თქვენ დაიწყეთ და ფეხი აიდგით კრივშიც და მთელი ცხოვრების საწყის ეტაპი გაატარეთ, არის ნამდვილად დღესდღეობით გამორჩეული კრივის სკოლა. თქვენ როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი წვლილი მიგიწვით აი ამ ფოთის კრივის სკოლის კიდევ უფრო წამოწევაში, წარმოჩენაში, არაერთი ძალიან დიდი სპორტსმენი ყავთ, კარგი სპორტსმენი ყავთ გაზრდილი. როგორ სიტუაციაში მოგიწიათ ფოთში მოღვაწეობა, რა სირთულეები გქონდათ, რას მიაღწიეთ? აი ეს ყველაფრის შესახებ რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. აი შემდეგი პერიოდი უკვე სპორტსმენობის პერიოდი დამთავრდა, ისიც მინდა თქვა, რომ მე თვითონ ჩემი სპორტსმენობის პერიოდში საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, იქიდან მოდის ყველაფერი. როგორც გითხარით, ჩემი მწვრთნელი იყო ტარიელ როლაშვილი, რომელსაც მე ესე იგი ამ ჩემს საწვრთნელო კარიერასაც მან ჩაუყარა საფუძველი, რომ კრივის სკოლის დირექტორი იყო ის თვითონ ტარიელ როლაშვილი, მე მაშინ აგვიყვანა თავისი მოსწავლეები, აგვიყვანეს მწვრთნელება და იქიდან დაიწყო ჩემი ეს სპორტული მწვრთნელობის კარიერა. სპორტში მე მივახციე მაქსიმუმს სპორტის ოსტატი გახდი საბჭოთა კავშირის მაშინდელი, მაგრამ შემდეგ უფრო მეტი ნიჭი აღმოჩნდა ეთყობა მასში სასწავლო ასპარეზზე. რადგანაც წვნელი იყო ძალიან ძლიერი წვნელი, მაგრამ მე ჩემი ხედვაც ჰქონდა ამ დროს. ბევრი რამ რაც შეიძლება და კარგი შევისწავლე მისგან, მაგრამ მე მქონდა ჩემი საკუთარი ხედვები, რაღაც ჩემებურად ვხედავდი რაღაცებს, ჩემი სტილი ავირჩიე. Ну, მოკლედ, ჩემი მწვრთნელობა როცა დაიწყე მწვრთნელად მუშაობა, დაიწყე სკოლებში სიარულით, აგიტაციით, კრივის აგიტაციის პროპაგანდას უწევდი, გამომივიდა კარგად. ისეთი პერიოდი მოგვიწია, რომ ძალიან ცივი ტალანტი მოკლევები ჩაგვივარდათ ხელში. ესენი იყვნენ აგერ ზურაბ სარსანია, კობა გოგოლაძე, მეორე საშუალო სკოლის კრივის დარბაზში კიდე იქ იყო უძლიერესი სპორტსმენი ჭაბუკი, ეს რა ქვია, პაატა გვასალია, რომელსაც თავისი მწვრთნელი სოზარკულო აყავდა. ეს ჭაბუკები გაიზარდნენ, მე შემდეგ ახალგაზრდები გახდნენ და მე უკვე კიდევ თავიანთი წარმატებები უკვე სენიორთა იმაში გადავიდა ასაკში და ამას დაემატა ის, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვდნენ ისინი, საბჭოთა კავშირის პირველობები აქვთ მონაგები, საბჭოთა კავშირის თასის ჩემპიონები გახდნენ ასე შემდეგ და აი ამათთან ერთად ამ დროს უკვე საქართველოს ნაკრები შეიქმნა, საქართველოს ნაკრებში უკვე იქ იყვნენ გიორგი კანდელაკი, რამაზი ფალიანი და ეს რამაზი ფალიანი, ეს გიორგი კანდელაკი, ეს ზურაბ სარსანი, ეს კობა გოგოლაძე და ეს ხალხი ყველა იქ კიდევ აკაკი კაკაურიძე, ღმერთმა აცხონოს და ბევრი კიდევ არ მინდა გამორჩეს. თუ კი გამორჩა უკაცრავად ყველასთან. ესენი იყვნენ, ეს იყო მართლა კრივის ოქროს ხანა რა, ასე რომ ოქროს თაობას ეძახიან. და იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები იყვნენ 3 გზის, 4 გზის შემდეგ სოფლიოს ევროპის გიორგი კანდელაკი სოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, სოფლიოს ჩემპიონი, ახალგაზრდა შორის იყო სანამ დიდებში გახდებოდა, მე პროფესიონალებში გახდა სოფლიოს ჩემპიონი, ლეგენდა ცოცხალი რამაზ ფალიანი, 3 გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, სოფლიოს ჩემპიონი და აი ესეთი ეს ყველა მოკლედ ადაგვასალია სოფლიო ფინალისტი, ევროპის ჩემპიონი, ზურაბ სარსანი, ასევე კობა გოგოლაძე, ესეთი უდიდესი წარმატებული ხალხი იყვნენ ოლიმპიელები და ასე შემდეგ და მე აი ამ პერიოდში აი ჩემი მწვრთნელობის წინსვლის პერიოდი ემთხვევა იმას, რომ ესე იგი ამათთან ერთად, როდესაც ამ სპორტსმენებმა მოიგენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები, მოხვდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში, იქ მოგვიწია მუშაობა. ანუ საბჭოთა კავშირის ნაკრებთან გვაქვს მუშაობარი. იმ ხედავდით, ვიღებდით განსულებას ცოდნას, ცოდნის მაძიებლები ვიყავთ, ანუ ცოდნის მაძიებელი უნდა იყო მწვრთნელი და ცოდნის მაძიებელი ადამიანი მის ღემში ვერ მოყოფილდება. რომ მის ღემში ვერ შეიძლება ცოდნას ამოუწურავია. თქვა რომ ვიცი, არ არის. საერთოდ ცოდნა აღარ თავდება, ცოდნა ყოველთვის იმატებოდა. ბატონო ზაურ, ყველა აქამდე რა, ასე ვთქვათ. ბატონო ზაურ, თალკე მინდა შევეხო, აი თქვენ ახსენეთ, რომ ნამდვილად ქართული კრივის ოქროს თაობასთან მოგიწიათ მუშაობა. ამავე პერიოდს ემთხვევა დიდი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, გინდა თუ არა აისახებოდა
საკრივო საქმეზეც, სპორტზეც და ყველანაირ საკითხზე, იმიტომ რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, საქართველოს დამოუკიდებელი გახდა, ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები, თუმცა მე ვიცი და აი ამ ჩემპიონებისგან ბატონი გიორგი კანდელაკისგან, ამას ფალიანსკენ, სხვებისგან გვსმენია, რომ ამათ უწევდათ ძალიან რთულ პირობებში ვარჯიში და მომზადება, იმიტომ რომ არ იყო სახელმწიფო გვერდში ვერ ედგა და ვერანაირ პირობებში. აი ამ პირობებშიც კი თქვენ როგორ შეძელით, თუნდაც აი ამ მოკრივეებთან ერთად, როგორ შეძელით მაღალი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა ნებისმიერ ტურნირზე. რა სიტუაცია იყო, რა სირთულეები ჰქონდათ და როგორ გადალახეთ ეს ყველაფერი? საერთოდ მე ერთი რაღაცა მინდა თქვა, ჯერ ერთი რა მინდა იცი თქვა, დავამატო მინდა აი ამ გამოცდილებას რომ ვიღებდი და შემდეგ საქართველოს ნაკრების წვნელი რო არ თქვა არ შეიძლება იმ ადამიანის სახელი და მინდა რომ მან ეს გაიგოს მისი ყოველთვის ვიგდები მადლიერი ყველანაირი ეს არის ზურაბგუნია უდიდესი დამსახურება აქვს საერთოდ აი როგორი რაღაცა იყო იცი ჩემი წვნელი ტარირულაშვილი ცოტა სხვანაირი სტილის იყო ძლიერი წვნელი იყო ის კიდევ სხვა სტილის ეს ორი სტილი გაერთიანდა ჩემში აი გეუნებით ზუსტად იგი და ეს მე ორივე მქონდა უკვე აი გეუნებით აი ესა ამიტომ ახლა კლიპში როგორ აიცი არის მანძილის ბებზოლი არის ახლო მანძილის საშუალო მანძილის ეს სამი ჩემში გაერთიანდა იმიტომ რომ მაგალითად ზურაბგუნია იყო ცოტა მანძილის და უფრო კონცერტივითი და ესეთი საზღვარზე მომუშავე ეს კიდევ მიმწოლი იყო ტარირულაშვილი ახლო ბრძოლები უყვარდა აკიტიკი და აი ეს ყველაფერი ჩემში გაერთიანდა და მე მათი ისე დიდი მადლობელი და მადლობელი ვარ მაგრამ მე ის თქვა მინდა რომ არ აქვს მნიშვნელობა შეუძლებელი არაფერია ეს კონდა ეს რაღაც სინაგანი ყველას აქვს ზოგს ცოტა აქვს ზოგს მეტი აქვს ცოდნა ზოგს მეტი აქვს ზოგს ნაკლები აქვს ზოგი ხედავს მეც ზოგი ნაკლებს მე რომ ხედავ თქვა მაგალითად იმაზე მეც ხედავ სხვა და პირიქით ასე ხდება მაგრამ თავარი აქვს ერთი რაღაცა რომ ტვინში გიდევს ის რომ შეუძლებელი არაფერია არ გაჩერდები არ დაისვენებ და ეს აი ესეთი ეს რასაც ქვია challenge რო იტყვიან ხო იცი ეს გამოწვევა ხო ამაზე უკან რო არ დაიხევი აი შეიძლება დღეს იფიქრო რა იცი აი მე არ გავამივა ეს ხო და უკან დაიხიო აი როცა წვალო და რო იტყვი როცა იტყვი რომ ეს აღარ გავამივა ვეღარ ხდები უკვე ყველაზე ახლოს ხარ იმასთან და მეგე აი მაშინ ეს იყო ჩემში ყოველთვის შეუდრეკელი არაფერი არ იყო შეუძლებელი ძალიან დიდი ცუდი პერიოდი გამოვიარეთ შოქი არ იყო არაფერი არ იყო წარმოვიდგინე ესეთი პერიოდი როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი როგორც მახსოვს მაშინ იქ იმაში ვიყავით რა ქვია რუსეთში ვიყავით ოლიმპიურ ბაზარზე ოდესაც სარსანია გოგოლაძეს მოკრივეები ჩვენი პაატაგვასალი ისინი წავიდნენ იმაში რა ქვია საერთაშორისო აკლასის ტურნირზე იყვნენ და იქიდან გამარჯვებლები ჩამოვიდნენ და რო ჩამოვიდნენ ამ დროს მოდი თავარი წვნელი ნიკოლაი ხრომოვი იყო ძალიან დიდებული არის სოციალური აკმაყარდა და ყოფოს და მეუბნება რომ გრუზია კაზალსა და ვაკიო გადაწყვეტე ეგე თუ დარჩები აგერო ისეთი კაი მოკრივეები ყავენ ხელფასი გექნება ყველაფერი გექნება იგი აგიო მაგრამ ხდება როგორ ხდება ყველაფერი დავჭებოდით ხო ქვეყანა აქეთ ჩვენ წამოვედით და იმის საქართველოში ჩამოვედით იქ ჩაიკეტა ყველაფერი ჩაიკეტა იქ ყველაფერი მაგრამ იმის აი რომ გამოძრაებს გაიგე რომ ფიქრობ ყოველთვის რაღაცნაირად რა გამოსავალი პოვო როგორი პოვო ვინც ეძებს ყოველთვის პოვოს იცი ასეთი და თქვამია და გამოგვივიდა მაინც ყველაფერი გამოგვივიდა 1000 ხერხები ვიხმარეთ იქ ყვება ჭირდა ყვება მოვაგვარეთ იქ ფიზიოთერაპია ჭირდა ღმერთმა ასხონოს თემურ შერაზადაშვილი უდიდესი ადამიანი კარგი ადამიანი რომელიც იყო ფოდიკოლხეთის მასაჟისტი იყო რა ექიმი იყო და ის მეგობარი იყო ახლობელი ნაცესავის იყო და იმასთან შევაწუხებდი მივიყვანდი ტრანსფერებულში თან მისგან ბევრი რამე ვისწავლე ძალიან ბევრი ეს სახალხო მედიცინიდან დაწყებული აი თვითონ მე ინსტიტუტი დავამთავრე ფიზკულტურული აქ საქართველოში მაგრამ ძალიან ბევრი მასწავლა მან სულ წიგნებს მართლებდა და სულ კითხულობდი კი ფიზიოლოგია მისგან უფრო ვისწავლე მე გავაღრმავე რა თქმა უნდა ყველაფერი იქ უკვე ირლანდიაში უკვე მეტი აკადემიური გავხდი იმიტომ რომ მონდომება რა თავარი და მოკლედ ესეც გადავლახეთ მე არ მინდა დავწუნვალე რაღაცა ყველა მიცის ყველაფერი და ბევრი ის გადავიარეთ მაგრამ
როდესაც წვალობდა რაღაცა და გამოგდეს, მე აღდგენა ხდება, თავარია. იმას განსაკუთრებული პროცესი საინტერესოა ძალიან და ის მიგახვედრებს იმას, რომ ვინც იმძვრის ის ბოლომდე უნდა იბრძოლოს. რაც უფრო ბოლომდე იზრდება, უფრო ძნელდება, მაგრამ რაც უფრო ძნელდება, უფრო ახლოს მიდიხარ მასთან. და არ არის შეუძლებელი არაფერი, აი ეს მინდა რომ თქვა მინდა რომ მე გამომივიდა ეს ყველაფერი. ფაქტია, მაგალითია და ფაქტის სახეზეა და ზუსტად აი ეს მინდა გავაგრძელო თქვენთან საუბარი ამ კუთხით, რომ თქვენ მიაღწიეთ საქართველოშიც გაჭირვების პერიოდშიც შედეგები დაიდო და ამის შემდეგ იწყება თქვენს ცხოვრებაში და კარიერაში ახალი ეტაპი. აი ამ საქართველოდან პატარა ქვეყნიდან მიდიხართ ირლანდიაში და ხვდებით საბოლოო ჯამში ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი და როგორც თვითონვე აღიარეს ირლანდიის კრევის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი. როგორი იყო ეს გზა, ვიცი რომ მარტივი არ ყოფილა აქამდე მისვლაც, როგორი იყო, როგორ მოხვდით ირლანდიაში, როგორ მიხვედით ზოგადად აი ამ ნაკრების მთავარ მესაჭეობამდე. სანამ ამაზე გადავიდოდი, იმის პამინდა კიდევ რა გამომჩა იცით, მე ვიყავი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდებს შორის. მანამდე კიდევ სულ როდესაც ჩემი მოსწავლეები ნაკრების სენიორთა ნაკრების წევრები იყვნენ, მე თანაშემწე და ვეხმარებოდი გვერდში ვედექი ზურაბ გუნიას, ის იყო მთავარი მწვრთნელი პერიოდში. მაგრამ მე ღმერთმა აცხნოს ზურაბ ფალიანი იყო პრეზიდენტი იმის პერიოდში, მე ესე იგი ამირჩიეს როგორც მთავარი მწვრთნელი და ახალგაზრდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი 2 წლის მანძილზე. შემდეგ 2 წლის მერე ეს არის საცხა 2003 წელია გიორგი კანდელაკი ხდება პრეზიდენტი ფედერაციის და 2 წელი ვადა რომ დამიმთავრდა ხელახლა ამირჩიეს მთავარ მწვრთნელად ესე იგი. აი როცა ამირჩიეს მთავარ მწვრთნელად ამ დროს მოდის ირლანდიიდან მოწვევა. ნუ იქ ჩემი CV გავაგზავნე რა თქმა უნდა. ხო და ჩავსულიყავი და გამევლო ინტერვიუ ანუ მწვრთნელს ეძებდნენ ისინი. ხო, მწვრთნელს ეძებდნენ იქ როგორც ასეთი ირლანდიის სანამ იქ მე ჩავიდოდი სანამ ეს ინტერვიუ მოხდებოდა 3 ოლიმპიადა არ გქონდათ შედეგი. ჩავარდნენ. მაგრამ იმის მქონდათ და იმის წინ კიდევ ერთი ოლიმპიადა არ გქონდათ შედეგი და ძალიან ჩავარდნილი იყო ხო და ჩავედით ესე იგი ირლანდიაში და იყო საწყად 16 კაცი მე 17 ვიყავი მე ამ ინტერვიუში ენის გარეშე რაღაც მაგრამ ხო ვიცი ხანდახან ენაზე მეტად შენი მოქმედება უფრო ხმამაღლა საუბრობს საკრივო ენა ხო დიახ და იქ ესეც არ იყო იქ იყო კითხვებზე პასუხი იყო რომელიც კარგად გავიარე შემდეგ იყო დაგეგმარება რომელიც კარგად მოეწონათ ყველას და შემდეგ უკვე დემონსტრაცია იყო და დემონსტრაცია ესე იგი ყველაზე საუკეთესოდ ჩაიარა. გადაწყვიტა უკვე. დიახ, ხო და ესე იგი ვითხრეს რომ best coach თქვენს იქანე და მის მერე იმის გამო რომ რადგანაც ენა არ მქონდა წერა არ შემეძლო არაფერი ვეღარ მოხსენებას ვეღარ გავუკეთებდი ვერც ფედერაციას ვერც ოლიმპიურ კომიტეტს ვერც ვასაქვია სპორტ კომიტეტს თავარწმუნად დატოვეს ესე იგი ბილი ვოლჩი და მე კიდევ მომანიჭეს head coach თავარი სპელი ტექნიკურ ტაქტიკურ მომზადებაში იმიტომ რომ იცოდნენ რომ ჩემი გამოცდილება და ჩემი CV და ყველაფერი მაღალი იყო და რომ მე არ მეგზნო თავი რომ იმეზე დაბლოთ ეგეთი რაღაცა იყო თავარი მწვრთნელის სტატუსი თქვენს ხო დიახ კი და აი აქედან დაიწყო მე შემდეგ ნუ მოკლედ ამის მერე უკვე სამუშაო ვიზის სამუშაო work permit ვივიღე და მომიძე და წავედი ირლანდიაში იქანე და თქმა უნდა გამიჭირდა ახლა ენა არ იყო ის არ იყო მაგრამ სხვა როცა შენი საყვარელი პროფესია მიდიხარ მე ძალიან გამიჭირდა ჩემი მოსწავლეების დატოვება მე გამიჭირდა ძალიან ისე არა ხო იცი კი ვშრომობდი კი ვაკეთებდი ყველაფერს მათთვის მაგრამ მაინც ეს ძნელია ძალიან ძნელია როცა ფანატიკურად შეყვარებული ხარ შენ საქმეს მაგრამ ასე იყო საჭირო იმიტომ რომ მე გამოწვევაზე ვიპასუხა კიდევ მეტი დამემტკიცებია ჩემ თავზე რომ მართლა ვარ უძლიერესი მწვრთნელი და ჩასვლისთანავე იქანე ვარდებით მოსული არის ყველაფერი ბიუჯეტი არ ქონდათ არაფერი საერთოდ არ ქონდათ ახალი ჯგუფი მოვიდა ბილი ვოლჩი გარიკი გაი და მე 63 კაცი ვიყავით ფინანსებზე დანარჩენია კვირაში ერთი დღე იყო ვარჯიშები მხოლოდ
და მე დავაყენე საკითხი რომ მე აქ ვერ გავჩერდები, იმიტომ რომ გამოსვლებით იზრდები ადამიანი. ჩასვლიდან რო ჩავედით თუ არა, ეგრევე 6 თვეში სოფლიო პრიზორი გამიხდა, ჩემი უშუალო ახალგაზრდებს შორის ოღონდ. და მე ამის მერე იქ იყო ისეთი რაღაც ნიუანსები მოხდა პროცესის პერიოდში, რომ გადაწყვიტეს რომ მე უნდა ყოფილიყავი ნაკრებთან სულ. და გადაწყვიტე რომ აფერ განმავითაროთ დამისვეს კითხვა და მე ვუთხარი ჩვენ თუ გინდა იყო ძლიერი, უნდა ითანამშრომლო ძლიერთან. ეს იმას ნიშნავს რომ აი თუ გინდა რომ ძლიერი გახდე, უნდა ივარჯიშო ძლიერთან. ისეთთან უნდა ივარჯიშო, ისედაც გაგიჭირდება ბრძოლა. თორე ეს რასაც ქვია ეს გადალახვის მომენტი სდის ადამიანს. ჩალენჯი იყვიან. და ავდექი და წავიყვანე ეს ნაკრები, წავიყვანე რუსეთის ნაკრებთან, მქონდა ეს კავშირები რო მქონდა კარგი. თავარსდელი როგორც ხარი რუსეთ ეიჩალასთან კავშირი იქიდელი მაშინდელი ეს შექმნილი ურთიერთობები, რომელიც კარგი ურთიერთობები ეს გამომადგა კარგად მომბრძანდიო მითხეს. მე აქითაც ჩამოვიყვანე. ამათმა ნახენ რა არის კრივის აკადემია, საბჭოთა კავშირის იყო. კრივი კი იცით. ხო და რო დაუწყეთ უკვე რუსეთმა იზმინიო მითხრა. თავარდნელი ფედერაცია ცოტა იმაშობაო ირლანდიაზე ახლავდა. გეყოფა თუ უკვე თქვენ ძლიერები ხართ საკმაოდ. მე თქვი ახლა რა ვქნა, რაფერ გავაგზავნო კიდევ პროგრესი. შემდეგ ურეკავ უკრაინას. უკრაინის ის პერიოდი, როდესაც ეს ლომაჩენკო, ეს უსიკი ახლოს ვიყავი იმასთან, რა ქვია, ძმებ კლიჩკოებთან, ეს კლიჩკოები ორივე სარსანია და კანდელაკის მეგობრები იყვნენ და ქონდა კარგი ურთიერთობა. დაურეკე მომბრძანდიო მეთხრეს ზაურ. მომბრძანდიო მეთხრეს და გავიდა 1 წელი, 2 წელი იგეს რომ დაუწყეთ მოგება უკვე იმანაც ასე მითხრა. აღარ გვინდა თქვენთან. არა, უკვე ზიგიო და მე უკვე ყაზახეთში დავრეკე, უზბეკეთში და სულ დამყავდა ეგენი ძლიერ ქვეყნებში ვარჩევდი, ბევრად ძლიერებში ვიდრე ვიყავით. და გავძლიერდა, ისე გაძლიერდა, რომ ახლა ყველას აქეთ უნდა ჩვენ ერთად ვარჯიში, მაგრამ ეს ერთი მხარე იყო, მაგრამ ამან კი არ გააძლიერა იქ კრივი. იქ შექმნით განვითარების ბილიკი. ანუ ახალგაზრდებიდან ჭაბუკებიდან დაწყებული სისტემა შეიქმნა ვარჯიშების სპეციალური, რომელიც იყო დაყოფილი ეტაპობრივად. ანუ სპეციალური ვარჯიშები იყო, რომ ესე იგი რაც შეიძლება რაფერ გითხრა, აი რომ სპორტსმენში ჩამოყალიბებული იყო სწორი სტერეოტიპი ფუნდამენტალური სკოლის. შემდეგ ეტაპი იყო უფრო გამოცდილების მიღება ვისთან რასთან და ისე ვის მოვახერხე რომ რუსეთის ესე იგი ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდული ნაკრების ესე იგი ჩამოყვანა მოვახერხე და გავაკეთე ის რა ქვია, ტრადიციულად გაკეთდა რომ თელი წლების მანძილზე ესე იგი აპრილის თვეში იყო ყოველთვის ესე იგი 2 კვირით ჩამოდიოდნენ. აქ გადიოდნენ ვარჯიშებს, თელი ნაკრები ჩამოდიოდნენ რუსეთის, აქ ვარჯიშობდნენ პირველი, მეორე, მესამე ნომრები ირლანდიელების და შემდეგ იგივეს ჩვენ დაფინანსებდი იყო ირლანდიის ეს ყველაფერი, შემდეგ ისინი აკეთებდნენ ამას ანუ წელიწადში ეს 2 ძლიერ გუნდთან, ხო? აი ეს ზრდის, საერთოდ აი ეს შეკრებები უფრო ზრდის სპორტსმენებს, კარგი სპარინგები და გამოსვლების გაზიარებით იქ 1000 ნიუანსებია და აი აქედან წავიდა მე თავარსკვლელი მოხსნეს ის რუსი თავარსკვლელი ეს დაიშალა, მაგრამ უკვე ამ სისტემამ იმუშავა. კლუბებთან, ირლანდიის კლუბებთან, ესე იგი სემინარების ხშირი ჩატარება. მე ყოველ წელს 10 წლს ავიყვანდი რეგიონებს, ვთხოვდით რომ ვინ არის თქვენ რეგიონში საუკეთესო მწვრთნელი. 3 იქიდან 4 რეგიონია იქ და ეგენი მოდიოდნენ მთელი წელი გაივლიდნენ სწავლებას ყველაფერს და უკვე კლუბებში მიდიოდნენ შედარებით უკეთესად იცოდნენ და აი ეს ახლაც ისეთი ანუ სისტემა აეწყო ფაქტიურად და სისტემა აეწყო და სისტემის გარეშე უსისტემოდ სისტემა აეწყო და ახლა მაინც რა არის კიდე იცი და დემოკრატიული ქვეყანა, იმიტომ ასეთი კარგი საერთოდ ახლა ირლანდიაზე ატყუიძახინე და ყველგან ასე იყოს თვითონ რომ შენი პოტენციალის რეალიზაციაში ხელს შეგიწყობენ, თორე არანაირად არ დაგაბყოლებენ. არ გეშენია შესწავლით დაშვება. ფეხსარგებელები. დღეს რაღაც იდეა მომივა რაღაცა ისეთი რომ ამან უნდა იმუშაოს. შეიძლება არ იმუშაოს. მაგრამ რა გააკეთებო, რო გიტყვია და კარგად იყავი, ეგეთი რაღაც იქ არ იყო არ არსებობდა. გაძლევენ, გენდობია და გაძლევენ. ერიქით, ხედავდნენ ზანჭკვიანები არიან, ხედავდნენ რომ რაღაცა კარგს ვაკეთებ, გამოდის. შემდეგ ეს мотивация
გუნდთან ურთიერთობა თუ სპორტსმენს წვრთნელის საზომი წარმატების საზომი თავარი არის მოსწავლეები. იქანე როგორ იცი კრებას ჩაატარებენ ცალკე და ეკითხებიან ყველა სპორტსმენს რას ფიქრობ შენ ამას დაულიზე რას ფიქრობ ამას რასაც იგივე თქვენ ისე წავაშინი საქმე ყველაფერი მათთვის რა თქმა უნდა წვერის გარეშე ზარიზდება დიდი სპორტსმენი მაგრამ ეს უნდა იყოს შერწყმული ერთმანეთთან და ეს უნდა იყოს უდიდესი ბალანსი ერთმანეთში ხო და მე საერთოდ ხასიათი მქონდა აქედან სულ მე სულ ვარჯიშებს ვატარებდი სულ мотивация მქონდა ძალიან ძლიერი ახლა ჩემი სპორტსმენები ამბობდნენ ის ცუდი პერიოდი ვარ თქვენ აი შიმშილი იყო არაფერი არ იყო მოვდიოდი თუ ერთ-ერთმა თქვა ჩემმა სპორტსმენმა თუ ესმის გაიხსენოთ რა ჭამე შენ დღეს ერთպես მეკითხებოდი თუ იგე და ხო ასე დრო იყო და რომ მოვიდნენ დარბაზში და დავილაპარაკობდი 5 წუთით რაღაცა მქონდა რაღაც ის შიგნით უკვე ავიწყდებოდა ყველა სახეზე ფერი ესვლებოდა და ერთი სული იყო და დოდი დაიწყებდა ვიწყებდი ვარჯიშს გამიგე აი ეს мотивация ყველაზე მთავარი და ატმოსფეროს შექმნა და თუ კი გააქვს ისეთი სკოლა რომელიც ყოველთვის ამდიდრებ ამას რაღაც ღამე მოგივა იდეა ხო ჩაიწერა რაღაცა იმას განახორციელებ რაღაცა და შენ საუბარშია ძალა შენ ენერგიას რაფერ გამოვარკვევ რაფერ გადადის ეს ყველაზე აი ეს იყო ჩემი თავარი ძალა და დღესაც ასეა მიუხედავად იმისა ეს ხო არ არის ჩემი პირველი ენა ეს ჩემი მესამე ენაა ხო ახლა მე კი ლაპარაკობ უკვე ინგლისურად წერ კიდევაც ყველაფერი მაგრამ მაინც არ ლაპარაკობ ახლა იმ დონეზე როგორც ილანდიელი სიტყვაზე მაგრამ რო დავიწყებ ლაპარაკს ხო იცი ახლა ისინი აგიდი რაღაც აგიდი და ახლა მე უკვე ისპინ ამათი ის ხია ახლა მას სიცილი აღაღი არ მინდა მე ამათი მინდა რა იცი რომ twini და ყოველ რასაც აკეთებენ ხო და რო დავიწყებ ლაპარაკს და თელიაბავი და როგორ ჩერდება ყველა და სახეზე ფერი ეცვლება თვითონ ირლანდელია თანაშემწეებს მელები ყავდიან რო ლაპარაკობენ მასე არ არის მაინც აი ჩემში ხედავენ ახლა 20 წელი გევიდა 21 წელია იქ მუშაობ ახლა აქ რო ვარ ხო 5 ჯერ დაბირეკეს ეგ ხო კარგად ხარო და აგერ ოლიმპიური ჩემპიონი წერს იცოდე არის პარი ფიქრო უკრივზე აგერ მოგესპენიებ არის ფიქრო უკრივზე we need you ჩვენ ვიდეო შენო იცოდე არის ფიქრო უკრივზეო დაისვენე როგორ მეგე მაგრამ ვინმე გასვენებს აგერ მოგიყვანე და განახარაგე ეს დასვენება მაგარი დასვენება არა კაი დასვენება და აი გეუნები რა მაგრამ აი ეცი ამას ხედა ყველაფერს გიფასდება გამიგე მაგრამ კიდევ და კიდევ იმას გეუნები მე 5 წელზე მივდივარ მე 5 ოლიმპიადაა ჩემი 5 ჯერ დავარყდი და მეცაცრე ერთი იგივე იგი არა ოლიმპიური ჩემპიონი მყავს სოფლიო ჩემპიონი მყავს ევროპის ჩემპიონი მყავს კიდევ ერთხელ მოხდება იგივე მოხდება და მოხდება იგივე მაგრამ გამოხდეს რომ თუ არ გაამოჯობესება არ მოხდება ხო სულ უნდა თავის არაფერი არ მოხდება ან პროგრესია ან რეგრესია არ არსებობს საშუალო არ არსებობს ხო და იქანეა ეს ისევე ხო იცი საზღვარი გავითარების ერთ ზონას რომ მიახსენე მეორეზე რომ გადახვიდე იქა უკვე ის გამოწვევები ამას ზოგადად ხოლმე ახალი გამოწვევაა და ცხოვრება არის გამოწვევების გადალახვა როგორც ჯანმრთელობის შენარჩუნება და სიცოცხლის განსხვავება ეგ ყველანაირად არის გამოწვევის და იტყვიან break the boundaries ეგეთი რაღაცაა რომ სულ გადალახვები გაქვს ცხოვრებაში თუ გინდა მიახსენო უნდა გაჩერდეთ ადგილას და ერთი რაღაც მინდა თქვა ყველა მინდა იცოდეს რომ შეუძლებელი არაფერი არაა აი ეს მინდა თქვა ნამდვილად აი თქვენ ახლა რასაც საუბრობთ რამის მე თქვენი მოკრივე გავხდი ისე მომინდა და ისე გისმენთ ძალიან საინტერესო საუბარია და აი მართლაც ამაშია ალბათ სპორტშიც და ცხოვრებაში და ნებისმიერ საქმეში რომ რასაც აკეთებ ერთი უნდა გქონდეს იმის შესაბამისი ცოდნა რაც გაძლევს თავდაჯერებას უნდა გქონდეს დიდი სიყვარული იმ საქმის და რწმენა რომ შეძლებ და გადალახავ და აი ეს არის და აი ცოცხალი მაგალითი კიდევ ერთხელ შეგვიძლია ახალგაზრდა სპორტსმენებსაც და მწვრთნელებსაც უთხრათ აი ასე მოდის მუშაობით შრომით რწმენით და ცოდნით მოდის ყველაფერი და თვითგანვითარებაზე მუშაობთ. ბატონო ზაურ, არ შეიძლება არ გკითხოთ მოკლედ ირლანდიაში თქვენ უკვე დიდი აღიარება მოიპოვეთ. ყავდათ ძალიან ბევრი უკვე ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, რამოდენიმე გზის, რამოდენიმე და ასე შემდეგ. რომელმაც ირლანდია უკვე ითვლება მთელ ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებად და როგორც თქვენ თქვით თავიდან რომ ჩვენ ვეხვეწებოდით იმათ რომ თქვენთან ვისპარინგებთ და თქვენთან გვექნება შეგრა ახლა აქეთ გეხვეწებიან ამასთან დაკავშირებით თქვენ არაერთი წარმატება ირლანდიური კრივის
უკავშირდება ქალთა ნაკრებისაც და ქალმოკრივეთა წარმატებებსაც, რომელსაც ასევე თქვენ ჩაუყარეთ, ასე ვთქვათ, საფუძველი და თქვენ მიიყვანეთ აი დიდებამდე და დიდების მომენტამდე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი. მათ შორის დღევანდელი ალბათ იცით რომ ქალთა კრივის ნამდვილი ვარსკვლავი და ლეგენდა კეით ტეილორი არის თქვენ ხელში გაზრდილი, თქვენ მიიყვანეთ ის უდიდეს წარმატებებამდე, წეგან უსმენდით რომ თვითონ როგორ მოგიხსენიებთ, როგორც საუკეთესო მწვრთნელს, რომელმაც თავისი მამა როგორ მოგიხსენიებთ და ძალიან ისე საუბრობენ თქვენზე დღემდე. მოდი გითხარით, აი თვითონ ქალთა კრივიზე რატო გაკეთდა ირლანდიაში აქცენტი, როგორ მიაღწიეს წარმატებას, რა სხვაობა იყო თუნდაც აი მამაკაც მოკრივეებთან და ქალმოკრივეებთან თუ არის რაიმე სხვაობა მიდგომებში და ამასთანავე მე ცალკე კითხავთ უშუალოდ კეით ტეილორზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიო კრივის ნამდვილი ვარსკვლავია. და როგორ გითხრათ ახლა თავარისმელი ირლანდიაში ნიშნავს თავარისმელს ყველა ასაკში. მაგრამ იქ როგორ აიცი ფულ კოუჩებს უძახით ჩვენ მე მყავს ძმელები ხომ მყავს დამხმარე ძმელები ასე წყვია. აი ყველას აკისრია ფუნქცია. მაგრამ პროგრამა ერთია, ყველგან ერთია პროგრამა. ჩვენი პროგრამით მუშაობს ყველა და ჩვენი ყურადღებით ქვეშ და მე ანალიზი ყველაფერი ხდება და ასე ნელა წინ მიდის საქმე. მე რო ჩავედი ესე იგი 2003 წელს ჩავედი იქ, აი 2004 წელს გამოჩნდა ეს კეთი ტეილორი, მამამისი, ქალაქი ბრეი, სადაც მე ვცხოვრობ. ძალიან ნიჭიერი ესეთი გოგო. ფეხბურთში დადიოდა, ფეხბურთელი იყო და მამამისი კლუბში ავარშობდა თავის კლუბში. ჩავედი იქ დავიწყე მუშაობა რაღაც აქეთ-იქით, როგორ მახსოვს ავატარებდი ვარჯიშებს. იქ როგორ იყო იცი? მე საერთოდ შეშუული ვარ, როცა საქართველოში ვარჯიშობდი, არავის არ ქონდა უხლება შემოსული და იყურებიან. აი იქ ვიცენა მის საშუალება და მოდიოდნენ და მიყურებდნენ. და მე რა ვიცი, რომ მიყურებდი უფრო მაგრამ ვარჯიშობდი კიდევ, იგე სტრესით ქვედ უფრო მაგრამ ვითარდები, საერთოდ ასეთი ხასიათი მაქვს და ასე ვქონდა და აქედან ეს ალბათ გაიგო რაც ხამა და ძალიან ისეთი კაცი იყო ის ინტერესი და მაღალი ინტერესი მქონე. ხოთა გავიხედე გამარჯობა მითხრა ამან, თუმცა ეს უყურებს ჩემ ვარჯიშებს ახალი მოგვიდა. ყავაზე დაბადიშა და აბჯექი და ახით იქით თელიაბები და მე რო ჩავედი იქ, ესე იგი 2003-ში რო წევედი, ცხოვრობდი ბრეიში. ბრეიში მეთქი დუბლინში ცხოვრობდი, ხო და მე როდესაც უკვე ცოლშვილი ჩამომაყვანიეს და თვითონ მითხრეს აქეთ რომ ჩვენ გვიდევხარ, ჩემი 60 წელი პერიოდი ყველაფერმა გაიარა. მე ვთხარი ან ჩამოვიყვანო ცოლშვილი, ან მეთქი უნდა წავიდე იქით მეთქი. და რომ ბავშვები თინეიჯერ პერიოდში იყვნენ რაღაცა, ხო იცი, ხო მამის ხელი რო ჭირდებოდა ესეთი მომენტი იყო და ერთ კვირაში, ორ კვირაში გააკეთე ყველაფერი და ჩამოვიყვანიეს. ამ ტეილორის მამა მითხრა მე განახებო შენ კარგად გილს ახლა მას თავის ინტერესის ჰქონდა რომ მეტი ესწავლა და ახლა ყავდი და აი ქალაქი ბრეი არის არაჩვეულებრივად ლამაზი ადგილი ძალიან ლამაზი ადგილი ზღვისპირი ჰოტელი კაცი და ზღვის გარეშე ხო იცი და წამიყვანა და ჩამიყვანა ვანახა ეს ადგილი არაჩვეულებრივი და ჩამოვიყვანე ცოლშვილი ბინა ყველაფერი პირველი სამი თვის ასტრონოში ვასწორე და ფედერაციის ხარჯზე მე ბინა მოგვინახეს ყველაფერი და ასე დაიწყო ჩემი და ასე დაიწყო თვითონ კეთის და მამამისთან ჩემი ურთიერთობა და მუშაობა. და მე იმის გარდა რომ ნაკრებში ვავარჯიშებდი მას, იმის გარდა მას აი ჩემი სამსახურის გარეთ ვავარჯიშებდი მას მამამისს კი და ჩემი შვილი დათო კიდე ვარჯიშობდა მათთან კლუბში. დათო ვარჯიში ჩემი ბიჭი დღეს ლონდონში ცხოვრობს. ერთ-ერთი წარმატებული აკადემიური ბიჭია. 8-9 თვე ვავარჯიშე და გახდა ირლანდიის ჩემპიონი. 75 კილოგრამ წოვდი ახალგაზრდებში. მაგრამ რადგანაც ჩვენ მოქალაქეები არ ვიყავით და რადგანაც ჩვენ აღარ შეგვეძლო მსოფლიოზე ევროპაზე გამოსვლა და რამე მან სწავლას მიყო ხელი, ძალიან ისეთი აკადემიური იყო, აქაც კარგი იყო და გააგრძელა ეს, მაგრამ აი კეთი და ეს ოჯახი ჩვენ ოჯახებში ერთმანეთში რაღაც როგორც თვითონ ამბობს my second father და აი ეგეთი რაღაც წარმოიშვა, მაგრამ მაგარი ტალანტი იყო. ქონდა რაღაც არაჩვეულებრივი სისწრაფე და გული. და ყველაფერს ხო ცოტა ტექნიკური ის დავურთე რაღაც ცოტა ისეთი ხარე შეურჩიე ისეთი რაღაცები ვავარჯიშებდი ძალიან კარგად ორივე მამამისი სწავლობდა დღე და ღამე ძალიან მაგრა და ქალების კრივი ასე მაგარი განვითარებული არ იყო იმ პერიოდში. ხო და ამი უკვე სოფლიო ჩემპიონი გახდა, მაშინ ორჯერ გახდა სოფლიო ჩემპიონი, უკვე მას სტიმული მიცა. პროპაგანდა სახელი წევიდა, კლუბებში დაიწყო მოსვლა ბავშვებმა, გოგოებმა.
ხო და აქედან წამოვიდა რა ძირითადად ქალების კრივი არ იყო იმდენად ძლიერი, მაგრამ პროპაგანდა მიცა ძალიან დიდი წარმატება მიცა გზა რომ დაიწყო მასიურად ბავშვობა მოსვლა კრივში გოგოებმა რა და აქედან გამვითარდა. მეორე, მესამე მერეკეთი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ყველაზე საინტერესო რა არის იცი? ოლიმპიადის წინ აქ გაიარა ბოლო ის რა ქვია. დიახ, აქ გაიარა, იმიტომ რომ ეს ტელევიზია და ეს ყველა დაზედა ხوارზე ხარ და ეს რასაც ქვია ეს ხო ის ბოლოდინები და ეს ანერვიულო და არ შორდებოდნენ იქ და გერმანიაში კიდე წასულიყავით იქ მაინც მოვიდოდნენ და ასე და მაშინ აქ წამოვიყვანეთ და რომ მეტი ფოკუსირება ყოფილიყო ვარჯიშზე და არ იფიქრა ახლა ამაზე ველაპარაკო იმაზე ველაპარაკო და რასი ხომ მოიგებ რო გეტყვიან და რაღაც აფერ ჯავარია უნდა იფიქრო აფერ მეებზადო ხო ასეა აქედან ყველაფერი განვითარდა ურთიერთობა და კი გახდა სოფლიო ჩემპიონი 5 ჯერ იყო დიდებს შორის, მერე ევროპის ჩემპიონი 6 ჯერ და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. და მერე უკვე გადავიდა პროფესიონალურად. შემდეგ ისე მოხდა კიდევ ერთ ოლიმპიადაზე წავაგე ჩვენ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე. იქ გუნდი ჯერდი ცოტა მომზადება ძალიან ისეთი პრობლემები გაგვიჩნდა, მაგრამ გადავლახეთ ყველაფერი შემძელი გუნდის დაყენება ძლიერ ფორმაში ყველაფერი, მაგრამ გუნდმა ვერ მოიგო. ან ასე რომ წარმატება აღარ ჰქონდა იქ. წოწუნის პოლიტიკა მე არ მიყვარს, მაგრამ იქ რაღაცები მოხდა, მე დამტკიცდა და გამართლდა რომ ჰქონდა თავის მიზეზი. მიზეზი ჰქონდა ჩვენ იქ 2-3 მედალი უნდა ჰქონდა აუცილებლად, მაგრამ იქ დაისაჯა ხალხი ტელეაბავი და ეს წარსულია, მაგრამ რო ჩამოვედი ირლანდიაში ხო დამარცხებული ხარ მაინც იგი რაცა უნდა თქვა ხო მედალი გაქვს არ გაქვს მედალი საზოგადოება ხვალზე ხარ ყველაფერს ხო იგი გამონდა თქვამი ეგეთი კრეში რომ როცა იგებ შეიძლება მილიონი შეცდომა დაუშვა და არავინ პასუხს არ ეთხოვდა თუ არ არის შეგვიძლია პატარა დეტალზეც ყველა მაგრამ ეს მოხდა რიოში ასე რომ უმეტლოდ ჩამოვედით მაგრამ აი ჩემი ჩამოსვლიდან ირლანდიაში 2003 წელს ჩამოვედი და 2008 წელს ირლანდიას, რომელსაც არ ჰქონდა 3 ოლიმპიადა შედეგი, 3 ოლიმპიური მედალი გაკეთდა. ანუ 5 წელში ჩემი ჩამოვიდა. იმდენად ინტენსიური და კარგი მუშაობა წევიდა და იმით ნაყოფიერი და იქ შიგნით მუშაობის პერიოდში ძალიან დიდი კამათი მოგდიოდა, კამათში კიდე იბადებოდა ჭეშმარიტება. აქ იქით და მოკლედ გამოყვა ყველა. აგენი გამოყვა ყველა და მე კიდე გვეხება საუბარი რა მოგვინა ის ხალხი და რა ერთ-ერთი თავარისმელი აი ამერიკის დაკრების თავარისმელი არის ბილი ვოლჩი, რომელიც ერთად რო ვიყავით სულ და ჩემ გვერდში იყო ყოველთვის. ინდოეთის დაკრების თავარისმელი ჩემი ასისტენტია. გერმანიის დაკრების თავარისმელი ჩემი ასისტენტია, ირლანდიელი და მთელი ამბავია. მოკლედ ყველა იმაში უკვე ყველა იმაში და ახლა იმას ვფიქრობ ყოველთვის რომ რაფერ მოვუყარო აგეს ყველა საქართველოში. ან ყველაზე ერთად ირლანდიაში ქართველების ჩართვით გიგებით რომ მაინც ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლოა, ჩემი ქვეყანა, მე ყოველთვის ჩემი სულაგული მაინც ჩემ ქვეყანაშია და მინდა რომ ერთად ვითანამშრომლობდით მუშაობ. ნუ მოკლედ 5 წლიდან ჩამოსვლიდან ხო, ესე იგი გაკეთდა შედეგი. 3 მედალი ჰქონდა, ხოლო შემდეგი ოლიმპიადაზე 4 მედალი ჰქონდა ოქროთი. და შემდეგ ოლიმპიადაზე კი იცი და გითხრა რიოში რა მოხდა? მაგრამ როგორ აიცი 1000 კარგი რო გაკეთო რო იტყვიან და ერთი ფეხი შეცლა იქ 1000 თავები გამოყოფს თავს ხო იცი იტყვიან და რა საქმეა წავიდა ხო იცი ძლიერს ყოველთვის ყავს კონკურენტი ხო და იქ რაღაცები წევიდა ახლა მაღალი ინტელექტუალური ქვეყანაა იგი მაგრამ ცოტა წევიდა ისეთი უკვე ეგონათ რომ იქ სპორტსმენები წავიდნენ პროფესიონალებში გადადიან ირლანდიელები საერთოდ თუ რაღაც ოდნავ კარგია ხო ის გადადის პროფესიონალებში და 40 მილიონი ცხოვრობს ამერიკაში და ძალიან დიდი ინვესტიციებია იქ ირლანდიელებზე ხო და რო შეინარჩუნოთ დიდხანს ერთი სპორტსმენი ცოტა რთულია რომ გადადის შედეგებს მოკლედ უკვე როცა არ ქონდა იმედი 1-5-6 წელი 7 წელი კიდე დაჭირდება ამას რო თქვეს თან კოვიდი დაიწყო კოვიდი პანდემია ვერ მიდიხარ ვერ მოდიხარ და როგორ გამახსენდება ესე იგი ის იაპონიის ოლიმპიადის წინ პირველ შეჯიბრზე წავედი იმაში რა ქვია ასე ქვია სახელად სტრაჯის ტურნირი ქვია ბულგარეთში A კლასის ტურნირი და ყველამ წავაგეთ
მე ვერ გადიხარ ხო ის არა ქვია ეს პანდემია სასწაული ამბავია. და ერთ პერიოდში ვარჯიშობ წნელები გავანაწილე ფალცუზახია იგი ანუ კამერი მაშინ კაზარმებში იქ ერთი რეგიონში ერთი წნელი გავუშვი მეორეში მესამე და მე ვეუბნები ახლა ვნახოთ როგორ მოამზადებთ აქეს და როგორ ვინ როგორ მუშაობს რეგიონი რეგიონი ახლა ვნახავთ ეს წნელებს ვეუბნები გამიგა და აი ესეთი რაღაცა და მოკლედ იქ რო წავაგეთ იმაში ყველა ბულგარეთში რაღაცა მოვიყვანე აგენი ურეკავ ინგლისის ნაკრებს თავარწმელს მოვთხარი ეგენი დარბია ყაზახეთში იმაში დაემართა ეს რა ქვია თურქეთში წევიდნენ და სულ ყველა კოვიდი დაემართა თილიება არ წახვიდე მეუბნები იქით თორემ კიდე დაგემართებათ ეგ რა ვხდათ აბა რა ვხდათ და აგერ ვართ გვერდში წავახვალთ ბელფაში ჩამოხვალთ და იქ დახვდებით ჩვენ და დავეწყოთ ერთად მუშაობა თუ გინდა შედეგი თუ გინდა შედეგი ჩვენ თუ გინდა მეთქი გამიგე და მე ამ დროს მქონდა ეგეთ ჩაფიქრებული მქონდა რომ 3 ნომერი უნდა მეყვანა რომელიც რთული ელანდე ძალიან ძვირიანია და პირველი მეორე მესამე მეოთხე ნომერსაც ავიყვან თუ ეს არ გამომივიდა და ამათ შორის წავა მომზადება ისეთი რომ ყველა ეს სტანდარტს უპასუხებს გამიგე ეგეთი სხვა გამოსავალი არ ქონდა მაგრამ დამიჯერა ინგლისმა და ჩამოვიდა ნახან 3-ჯერ 4-ჯერ ჩვენ იქით წევედით და მოკლედ იაპონიის ოლიმპიადაზე ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო კიდე იმას ვქენით რა ქვია და ჩამოვიტანეთ და გავუსალეთ ამერიკასაც და ყაზახეთს და უზბეკეთს ყველას აი ამ შედეგი ინცარიანის არა მე იმიტომ ვიძახი რომ აი შედეგები იყო ყოველთვის ახლა ამ წუთას 5 ლიცენზია გვაქვს ხო აი ამაზე უნდა მეკითხე ახლა უკვე 5 ლიცენზია გაქვს და ძალიან ბევრი ძალიან ისეთი გაქანების ქვეყანას ყაზახეთს თქვენ თვითონ მე მგონი ერთი აქვს ხო აი აზიური თამაშები კი ცოტა ისეთი რაღაც მაგას აიღებენ მაინც ვიცი მაგრამ მოკლედ ჩვენ ყავს 3 ქალი და 2 ბიჭი ორმა ბიჭმა აიღო ჩვენმა და 3-მა გოგომა აიღო და კიდევ გვაქვს იმედი რომ ავიღოთ კიდევ 2 დარჩა ლიცენზია ახლა რა არის საქმე ეს ხო საფხელა იგია შენ გაქვს მიზანი უნდა აირჩიო ოლიმპიური კომიტეტი გელოდება თან იქ როგორ არის ეცი უნდა თქვა რამდენი მიახლოებით მაინც უნდა თქვა ისე კი არა მუშაობა არა იქანი არის ევოლუცია ხდება და მოხდა თქვა ეს მიაღწევს ამდენს შენ ხედავს ამოწმებენ მე სინჯავენ გამიგე მე თქვი 4 ლიცენზია იქნება გამოვიდა 5 6 უნდა ყოფილიყოს ნამდვილში მაგრამ ამიტომ გიждდებიან ხედავენ ეს გამოსლება იზრდება გამოსლებას მე კიდევ მოაქვს თავის ყველა აქტიურობა ემატება და ასე მედის რა ცხოვრებაც ესეთ ბატონო ზაურ აი თქვენ თქვით რომ სულ მინდაო რომ საქართველოსთან რანაირად დავაკავშირო ეს ყველაფერი და როგორ რაღაცა თანამშრომლობა და ასე შემდეგ შედგეს მე მაინტერესებს თქვენ ახლა იცით რომ საქართველოსაც ბოლო პერიოდში ქონდა წარმატებები ქართველი მოკრეებს ევროპის ჩემპიონატზე ქონდა წარმატებები მსოფლიოზე თავი გამოიჩინეს თქვენ ახლა მართალია უშუალოდ არ იყავით ჩართული ამ პროცესებში მაგრამ შორიდან ალბათ ადევნებთ თვალს თქვენი გადმოსახედიდან როგორია საქართველოში კრევის პერსპექტივები ზოგადად და რას ისურვებდით რომ უკეთესად იყოს რა თქვენი გადმოსახედიდან რა შეიძლება კიდევ უფრო გაკეთდეს რა შეიძლება თანამშრომლობა როგორ შეიძლება შედგეს და ასე შემდეგ ამ ყველაფერზე რა აზრია თქვენ საქართველოს კარგი წარმატებები ჰქონდა ყავენ კარგი მოკრივეები ეს პლეადა წამოვიდა კარგი ახლა დღეს ერთი ლიცენზია აქვენ კარგი ბიჭია ძალიან 63 კილოშია გურული ყოველთვის მომწონდა ეს ბიჭი სხვა შორის კარგი ბიჭია წნელი ყავენ ძალიან კაი ეს ბეჟან ჭიჭინაძე ყავენ თავარიზნი ჩემი ასისტენტი იყო ოდესაც მე ვიყავი თავარიზნი ის იყო ჩემი მარჯვენა ხელი იყო სანამ ვიყავი მე აი ეს თავარიზნელი წარმატებული წნელი ძალიან მანამდე იყო რამაზი ფალიანი რამაზის დროს ჰქონდათ კიდევ წარმატება სოფლიო პრიზიორი ყავდათ კიდე ბეჟანის პერიოდში კიდევ ახლა ბოლოს 3 ოქრო ჰქონდათ აი ევროპაზე აიღენ 3 ოქროს მედალი და პირველი იყო გუნდი სომხეთში ჩატარდა იქ და აქ დიდი კაი მომავალი აქვენ თავარია აი ეს სტრუქტურა და სისტემა ყველაფერი აეწყო და მე მაქვს იმედი რომ ყველაფერი დალაგდება და გაკეთდება მე ადრე სხვადასხვა გიორგი კანდელაკის ტურნირზე იყო აქ ჩამოსული ირლანდიის პრეზიდენტთან ერთად იყო ჩამოსული გუნდი ერთი რეგიონალური გუნდი და აქ ჩამოვიდა იმიტომ რომ შერიგება მოხდა რა შერიგება იმიტომ მოხდა რომ რამოდენიმე წლის უკან ირლანდია მითხრა რომ პრეზიდენტმა მითხრა რომ 20 კაცს მოვიწვევთო ჩვენი დაფინანსებითო ერთ კვირიანს ბოლოს ჩავატარებთ და მე საერთაშორისო შეხვედრა გავაკეთოთ
უთხარი ირლანდიელებს ამას ვაკეთებ ჩემი ხათით ახლა ყვება და ის რომ ახლა ხო პატივცემა ყვება და სასწოროს უფასოდ ყველაფერი მაგრამ დაფინანსება 20 კაცზე 20 კაცს გიფინანსებს გამოფრენებს და და ველაპარაკია მაშინ ღმერთმა აცხონოს ვლადიმერ ახალკაცი იყო მაშინ გენერალური დივანი აქ და კიო მითხრა რას ქვია ამას უფასოდ წამოსვლაო ხო და აგერ კი მეთქი უთხარი ხო და ეს რაები არა მაიკები ახალი მაიკები შეფერეს საქართველოს დროშა და ირლანდიის დროშა ასკვეთებენ პანელს იგი და იცედი რაღაცები და იქ ამას თანხა ყოველთვის ყველაფერი თანხა იქ და თელეამოვი და ბოლოს მე ჩამოვიდა გუნდი და ნევა თქვა არასოდეს არ მომიწეს გაგიჟდა ხალხი რა არაცი არ მოხდება იმედი მაგალითი რაღაცა პირიქით განვითარება არის ურთიერთ მოქმედებაში ურთიერთ კონკურენციაში ჩამთელ კონკურენციაში და ამას ყველაფერს დავადგათ თავს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ახალია პრეზიდენტი ახლა ადამიანი ძალიან პატრიოტი წესიერი ადამიანი და ეს ყველაფერი მიდის კარგად მიდის ყველაფერი იმის ხმამენდა კიდევ რომ აი წვდელებიც კარგები არიან ძალიან კარგი წვდელები არიან მე მინდა რომ თქვა აქ არიან ძალიან ისეთი აკადემიური ხალხი დღეს ფედერაციაში არიან ამიტომ აი თვითონ ეს ლაშა ძალიან კარგი პრეზიდენტი კარგი ადამიანია მათ ხარში უდგას ჩვენი გიორგი კანდელაკი ჩემი ყოფილი მოსწავლე ვიცე-პრეზიდენტია დღეს პირველი ეს გიორგი ჭოჭოა რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება საქმის გამკეთებელი შრომელი ძალიან პატრიოტი და ყველაფერი წვდელები არიან ძალიან ყველათ არ ჩამოვთვლი ახლა იქ არიან ძალიან კარგი წვდელები არიან მოკლედ და აი მე მინდა რომ თქვა რომ ქალთა კრიზისს და მიექცეს ყურადღება აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან მაღალი ინტელექტი აქვს ძალიან მაღალი ინტელექტები არიან ქალები არიან ძალიან ისეთი ხა ზოგი იტყვის ახლა ქალის კრივია არავის ნაკლები არ არის თქვენ დაგეჯერებათ პირიქით მე გეუბნებით ქალის ინტელექტი ძალიან მაღალია სწორი მუშაობით შეიძლება ის ცოტა ისეთი მიდგომაც უნდა ამიგეთ რომ ინტელექტს ესა და გაფრთხილება ჭირდება ძალიან ისეთი ისა მე საინტერესოა მათთან მუშაობა და უფრო მეტი დაკვირვების უნარი აქვს საერთოდ დეტალებს დაკვირვების უნარი აქვს მეტი რაც უნდა აი რა არის ცხოვრებაში ყველაზე თავარი რა ადამიანის გამოცდილება და მე მისი მომავალში განვითარება და როგორი აქტიური ხარ ამაზეა დამოკიდებული და როგორი მისწრაფება და ყველაზე თავარი ამ ყველაფერში არის დაკვირვების უნარი ვისაც აქვს დიდხანზე მეტი აი ეს ქალებს აქვენეს მე აქედან მინდა რომ გითხრა რომ ორი ოლიმპიური ჩემპიონი მყავს ორივე ქალებია ორი ბიჭი არის ფინალისტები ფინალში რო ჭირდებოდა ინტელექტი არ იყო იმათ აი მე აი გეუბნებით რა ფინალში რო გევიდა ორი მოკრივე ერთი 91 კილოში იყო ერთი 57 კილოში და რო გავიდნენ ფინალში ამან მოსპო არ უშველა ფსიქოლოგია აღარ იყო ის ბოლო არა და იმათზე ვისაც წააგენ სამი თვის უკან ტურნირზე მონაგები ჰქონდათ მაგრამ უკვე რო ხო იცი ეს რო იყვია ფაიერბოლო ხო იცი ცეცხლი ჩაუხრათ ის განელდა უკვე ის უკვე დამოყობილდნენ გამიგე და ეიქა უკვე ყველას დანაშაული იყო მე ყოველთვის მეშინია ფინალში გავვლიან უკვე თავკუჩია არ დამოყობილდეს მეთქი მეშინია გამიგე იმიტომ რომ მე ვეუბნები ყოველთვის ჩემპიონები მასწავლებს მე უთხარი საფულიო ყველაფერი და იმას რომ არ დროზე ადრე არ მასახნან და აი ზუსტად ორი ოქრო ქალები ორი ვერსები და ხუთი ბიჭები კიდე ბრინჯაო და რა ვიცი ეგეთი ასე წავიდა და ეს ყველაფერი ამაში დევს აი ზუსტად წყურვილი შრომის უნარი ცოდნა იმის რომ შეუძლებელი არაფერი არა პოზიტივი მაქსიმალურად პოზიტივი მე ვიდო გამოვიდა საქართველოში მუშაობა კიდევ რა ჩემს მოსწავლეებს არასოდეს არ ახსოვს ჩემი ან ყველი ან რაღაცა თელე მე სულ ეს შიმშილი იყო თუ რაცა იყო სულ ხარხარში და სიცილში ვიდეო და მუშაობა ფსიქოლოგიურად ისე უნდა იყოს რომ ადამიანი წარმატებას აღწევს ყოველთვის ესე იგი აი ფსიქიკის აი პოზიტიურ მდგომარეობაში პოზიტიურად უნდა უყურებდეს აი და თუ გუნურს და იმას არ შეიძლება ნეგატივი არ შეიძლება ნეგატივი არ შეიძლება სიმართლე უნდა უთხრა თეთრზე თეთრი უნდა და შავზე უნდა შავი თქვა მაგრამ შავ თეთრზე ისე უნდა უთხრა
რომ ნაკლები იყოს ნეგატივი, რაც შეიძლება და ბოლოში დაამთავრა უნდა კიდე პოზიტივით. საბოლოოდ ასეა, საერთოდ ასეა, ეს ფსიქოლოგია ელემენტარული უკვე. ძალიან საინტერესო საუბარი იყო ბატონო ზაურ, მე პირადად რა ვიცი, ესე გისმენდით, მართლაც სასაუბრო კიდევ ბევრია, თქვენთან ამოუწურავია ეს თემა. ძალიან ბევრ წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გელით ისევ თუნდაც თქვენ ირლანდიის ნაკრებთან ერთად, დარწმუნებული ვარ საქართველოსთვისაც შეძლებთ ძალიან ბევრს კიდევ. და რა ვიცი, ყოველთვის ქართული კრივის კომაგებს შეგვიძლია უთხრათ, რომ ყავს აი ასეთი ხალხი, რომლებიც ადგილზეც აღწევენ წარმატებას, თემსოფლიოში უთქვამენ საქართველოს სახელს. პირადად მე უთხარი ბატონ ზაურსაც წეღან, რომ გერმანიაში უცხო ქვეყნებში შემხედრიან ხალხი, რომელსაც საქართველოს რო გაუგიათ მოსულან და უთქვიათ, რომ ბატონი ზაურის ვიცნობთ საქართველოსთან პირდაპირ ასოცირდება ამ პიროვნებასთან და პატივი უციათ და თბილი სიტყვები არ დაუშურებიათ. აი ეს არის წარმატების ფორმულა, ბატონმა ზაურმა პირდაპირ თქვა, რითაც შეგვიძლია რომ მივაღწიოთ წარმატებას, შედეგები სახეზეა და ასე რომ ქართულ კრივს უსურვებთ წარმატებას, დარწმუნებული ვარ რომ ერთად ძალიან ბევრი გამარჯვებები გველის წინ. სასაუბრო კიდე ბევრი გვაქვს. ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთება შეიძლება. აი ეგია მთავარი რომ აი ურთიერთობა და პროცესი იყოს კარგი და იქნება კიდევაც. დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგად ზამებოდეთ. გაიხარით.